ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ვიდრე დავიწყებთ საკითხების განხილვას. მინდა რამდენიმე თემას შევეხო, მივაწოდო ინფორმაცია დედაქალაქის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ ბიუჯეტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებების მიმართულება, ჯანდაცვის მიმართულება და საკმაოდ დიდი თანხები არის გამოყოფილი ამ მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეულწილად ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი თანადგომა. და ბევრი ასეთი პროგრამა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ ასევე იცით, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, ბევრი პროგრამებია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. აღნიშნული მიმართულების 2025 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გასულ წელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით აქვს საჭიროება, საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით და 100%-ით მოხდება მედიკამენტების დაფინანსება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის სოციალურად დაუცველია თუ არასოციალურად დაუცველი. რა თქმა უნდა, წელსაც 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ეს ხარჯები, თანხები და იქნება ჩვენი მხრიდან თანადგომა. ესე იგი, პროგრამა HER2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება, განკურნებას ემსახურება და შესაბამისად ძვირადღირებული მედიკამენტებით ფინანსდება. თბილისის მერია 18 რიგ შემთხვევაში კი გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს. როგორც გითხარით, 2014 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტების სოციალურად დაუცველ ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად პროგრამის მოსარგებლე ყველა მოქალაქეს 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მინიმუმ 24,750 და მაქსიმუმ 70,000 ლარი იქნება გამოყოფილი ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა კონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაეცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა იმ ადამიანს დაუდგებით გვერდით, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას. გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება არის და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ყოველთვის მხარდაჭერა. ასევე უნდა აღინიშნოს იგივე დამოკიდებულება ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგმართავს სხვადასხვა ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით, მხარდასაჭერად, აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს უწყობთ და ჩვენი მხრიდან ხდება კონკრეტული თანხების გამოყოფა, რომ მოხდეს იმ ოპერაციების დაფინანსება, რაზეც არის მომართვიანობა. შემდეგი თემა: კოოპერატიული ვინამშენებლობით დაზარალებული ოჯახები. ეს არის პრობლემა, უпроსტორად იყო პრობლემა, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა.
მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემი სიტყვის, რასაც ვამბობ, ათეული წლების განმავლობაში 3500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერანაირად ვერ იღებდა საკუთარ ფართებს, საკუთარ ბინებს და ეს იყო ამ ოჯახებისთვის უდიდესი პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, 2017 წელს, როდესაც მონაწილეობას ვიღებდით საარჩევნო კამპანიაში, გავეცით დაპირება, რომ ეს პრობლემა ამ ოჯახებისთვის იქნებოდა მოგვარებული. მათ აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ თავისივე გონებები, საკუთარი ბინები, რასაც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდნენ და ვერანაირად ვერ ახერხებდნენ მათ მიღებად. იმ მიზნით, რომ ჩვენ დაგვეკმაყოფილებინა ეს ოჯახები, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით დღეის მდგომარეობით უკვე 2500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართები, ზოგიერთი მათგანის ბინები მშენებლობის პროცესშია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მალე დასრულდება წარმოებული სამუშაოები და მათაც გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები, ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 11 ჰექტარია. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს კოოპერატიული ბინაჩენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად გადმოსცეს არანაკლებ 24100 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეგვეძლება დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე კოოპერატიული ბინაჩენებლობით დაზარალებული ოჯახი. შესაბამისად, მინდა მივმართო ყველა კომპანიას, ეს იქნება დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიები, დაინტერესდით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვით მიიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 300-მდე მინიმუმ 300-მდე ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება ამ კონკრეტული პროექტით. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც გონდა დაპირება გაცემული, ყველა 3500-ვე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართები. თქვენ მიიღებთ, მეგობრებო, თქვენივე საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდით. დღეის მდგომარეობით, როგორც გითხარით, 2500 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და ამ პროგრამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, მინდა ვთხოვო ბიზნესს, რომ მიაქტიუროთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაცვიან ჩვენი თანამშრომლები დაინტერესების შემთხვევაში. მინდა შევეხო ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩვენ წლის დასაწყისში, როდესაც წარვადგინეთ ბიუჯეტი, საზოგადოებას გავაცანით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსთაველის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოები. რა თქმა უნდა, აქაც ჰქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ პირველი უნდა გაკეთდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, უნდა მოწესრიგდეს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქისთვის მიწისქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ამორტიზირებული, წარმოადგენს პრობლემას მთელ რიგ ქუჩებზე, გამზირებზე, პრობლემას წარმოადგენს ასევე საცხოვრებელი, იქვე განთავსებული საცხოვრებელი კორპუსებისთვის და სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. იგივე ქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე,არეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ჩვენ ვაწარმოეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ რუსთაველის გამზირზე დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც სანიაღვრე სისტემა, არ არსებობს არც საკანალიზაციო სისტემა, წყალარინების სისტემა, არის ერთი კომუნისტების დროს ძველად აშენებული ძველი ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. ის არის ავარიულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა
რუსთაველის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოების 3 თვეში დასრულება, თუმცა ამ სირთულეებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო არის საჭირო გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ, გადავდებთ მომავალი წლისთვის და ცოტა უფრო ადრე დავიწყებთ სამუშაოების წარმოებას, რომ ეს პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ, კლიანად იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, სამუშაოები, რომელიც ჩატარდება, ეს იქნება პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ ასევე დაგეგმილი გვაქვს, მინდა საზოგადოებას გავაცნო ეს სიახლე და მივაწოდო ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია თავისი ფასადებით, იმიტომ რომ ბევრი შენობა ნაგებობა არის მძიმე მდგომარეობაში, ავარიულ მდგომარეობაში და მათი მოწესრიგება ცენტრალურ გამზირისთვის არის მნიშვნელოვანი. ანუ შემდეგი ეტაპი იქნება ამ შენობებისარეაბილიტაციო სამუშაოები. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა დღეს ყურადღება გავამახვილო, თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრებია, რომლებიც დიდი ხანია მოძველებულია. დედაქალაქის საზღვრების აღნიშნული აბრები უნდა იყოს თანამედროვე, უნდა იყოს განახლებული, ამიტომ მათ შესასვლელად უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი და მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლია, მინდა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს დავავალო, დაიწყოთ მომზადება აღნიშნული დოკუმენტაციის, საბუთების, პირობები ჩამოაყალიბოთ, რა არის საჭირო და როდესაც უკვე მზად იქნებით, გამოსაცხადებლად ოფიციალურად საზოგადოებას წარუდგინოთ თუ რა არის კონკურსის წესები და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ მართლაც არ არის ლამაზი ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში თუ როგორია არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, აღნიშნული აბრები უნდა იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამიტომ, როდესაც მზად იქნებით, რაც შეიძლება მალე წარმოადგინეთ უკვე ხედვა, წესები და ამასთან დაკავშირებით თავრობის სტომაზე გავაკეთებთ განმარტებებს. როგორც იცით, გასულ წელს დიდ დიღომში თავდადებულის 18-ში გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, მართლაც ძალიან კარგი პროექტი არის, სადაც არის 2 საცურაო აუზი, არის ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთე დარბაზი, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე, არის ასევე ფრენბურთის დარბაზი, საჭიდაო დარბაზი, ყველანაირად მოწესრიგებული მულტიფუნქციური ცენტრი, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და გვინდა რომ ასეთი პროექტები ყველა რაიონში განვახორციელოთ. კონკრეტული საზოგადოებრივი მულტიფუნქციური ცენტრი ყოველთვიურად 3000-მდე ბენეფიციარს სტუმრობს. შესაბამისად, პროექტში ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა კაფეს მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია იქ მისული ადამიანებისთვის. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა რომ აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, კონკრეტული ფართი გავცეთ იჯარით, კაფის მოწყობის ვალდებულებით. და აქაც მინდა მიმართო ბიზნეს სექტორს, რომ დაინტერესდეთ აღნიშნულით, მიიღოთ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში და მულტიფუნქციურ ცენტრს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ექნება კეთილმოწყობილი კაფე, რომლითაც ისარგებლებს ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც მულტიფუნქციური ცენტრით სარგებლობს. ეს იყო მეგობრებო, ისი თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას.